ახლა გაჩვენებთ Garmin-ის აპლიკაციაში როგორ უნდა შევადგინოთ სავარჯიშო პროგრამა. ძალიან მარტივია. შევდივართ Garmin Connect-ის აპლიკაციაში. დაბლა მარჯვენა კუთხეში გვაქვს 3 წერტილი და more. ავირჩიოთ Training and Planning. ზემოდან მეორე Garmin Coach Plans. Find the plan. აქ 4 ვარიანტია გააჩნია, რა მიზნის მიღწევა გსურს. მე ამ შემთხვევაში მინდა საერთო ფიზიკური მომზადება ავიმაღლო, improve fitness. დავეთანხმოთ. მორბენლებისთვის ცალკეა, ველოსიპედისტებისთვის ცალკე. ავირჩიოთ ველომარულებისთვის. თავაზობს დღეების არჩევანს, კვირაში რომელ დღეებში ვივარჯიშოთ, მინიმუმ 5 დღე უნდა ვივარჯიშოთ. მე ორშაბათს და პარასკევს ავირჩიე დასვენების დღეები. ასევე გვეკითხება გზელი რაიდისთვის რომელ დღეს შეარჩევო და კვირა დღე შევარჩიე. ძალისმიერი ვარჯიშები თუ გსურს ჩავთვალოთ და უარი უთხარი მე. და კალენდარში გვთავაზობს დღეს, როცა დავასრულებთ ვარჯიშებს. მე ავირჩევ 5 მაისს, ახლა არის 24 მარტი. დაახლოებით 5 კვირა გამომივა. აქ სახელების შესწორება შეგვიძლია. Create a plan. და დასრულებულია. უკვე ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით მე დაგვიწერს რომელ დღეებში რა ვარჯიში უნდა გავაკეთოთ. ამას მოგვიანებით დეტალურად გაჩვენებთ. ჩემს შემთხვევაში პროგრამა ხვალიდან იწყება და უკვე მოცემულია თუ რომელ დღეს რა სახის ვარჯიში უნდა გავაკეთო. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ჩემი ფიზიკური კონდიციების მიხედვით ამას ყოველდღიურად შეცვლის. თავშად თუ გადავაჭარბე, დაღლილობა, მაშინ შემივსუბუქებს. თუ საკმარისი ენერგია მაქვს, მაშინ შეიძლება უფრო რთულითაც ჩაანაცვლოს. ნახოთ რა იქნება. თვითონ ეს სავარჯიშო პროგრამა იძლევა რედაქტირების საშუალებას. აი გაჩვენებთ მაგალითად target type me power-ი მაქვს არჩეული და შეგვეძლო heart rate-ი აგვერჩია. განძლებას ნაკლებად უჩივ ვიდრე ძალას და ამიტომ power-ზე მინდა ორიენტირება მოვახდინოთ.